აი სტუმარი. აი. ვერ გადავიღე, მოიტა. აჰა, სტუმარი არის აივნიდან. გეუბნები რა, აი ესე. რძალიო ცუდი ნათესავია. არ არის ცუდი ნათესავი, რა არის ცუდი ნათესავი რა. შვენელი გემრიელი და ცხელი ნათესავია. რძალი. პრინციპში. ის თამო შენ გამრავდი, შენ გაიხარე. აიცა მე პეჩენიაცა მაგ. აჰა. ესეც ესე. დილა მშვიდობის. როგორ ხართ? აი ეს რა კაი ის არის. დიდი რაფა და კარგად იდება ტელეფონი და რავი, კაი. კურტკა მიკიდია გამათბობელზე. მშრალია, მაგრამ სავარაუდოდ ეხა დაგჭირდება ჩაცმა და ვუთბობ კარგად, გემრიელად. მე არ მიყიდია დუტის რაღაცები, არც შარვლები, არც ის და აი ესე ჯინშარვალი, ეხა აქ მეკიდა ყველაფერი. და მშვენივრად გაშრა. ასევე ფეხსაცმელებით. რო ვრეცხავ, რო შემოდის, ესე აი ესე მილაგია და თუ რაღაცა სინესტი აქვს, ეგრევე ამოსდის. მეორე ჩექმა მაქვს წამოღებული, მაგრამ არც ჩაუცვია. მე კიდე აი გეფიცები, ამაში ფეხი არ გამყინვია, ამით გავდივარ ხოლმე. ჩემს ბოტა ისინი მარტო იმაზე მეცვა რა, რომ მოვდიოდით გზაში და მე მგონი რომ წავალთ ამებს ჩავიცმევ. იმიტომ ესენი ხომ სუბუქებია, თან ცოტა ფართეთ მაქვს. ხო და არ მაწუხებს რა. ყველაზე კარგი რაღაც რაც თემუდან გამომიწერია. საჭმელი ვჭამეთ ხა მობილით. მე რო ისა კი შევიდნენ გოგოები სათამაშო ოთახში, მაგრამ ვლოგი მინდოდა რომ ჩამეწერა რა, იქნებ დღეს აიტვირთოს. ესე იგი გუში რამდენი ხანი იტვირთებოდა იცით. სავარაუდოდ 30 წუთზე ზემოთ იყო და მაგიტომაც გაუჭირდა. იმიტომ რომ მე 20 წუთი, 22 წუთიანი თუ რაღაცა იყო მეორე ვიდეო და ნუ აიტვირთა, მაგასაც გაუჭირდა, მაგრამ ისე ძალიან არა. ხო და ეხლა ვეცდები რომ ძალიან დიდი ვიდეო არ გამოვიდეს რა და საჭმელი ვჭამეთ იქ სასადილოს გვერდზე ის არის სათამაშო ოთახი რა, სადაც რაღაცები არის და იქ არიან ბავშვები და მშობლებიც იქ შევიდნენ და მეთქი ავალ და ჩამოვალ თქო რა, ჯერ ის რომ აიც როგორ გულდა მეყალა. ხო და აი სატო მომძვრა. ხო და თან ვიდეო ჩამეწერა მაგიტო სანამ სავარაუდოდ გარეთ გავალთ და ხახო სად მოვდიოდი რა ბაკურია. რაც ბაკურიანში ჩამოვედით არ გათხოვლებულ, ანუ რაც არის, შეხედეთ. ანუ ეს იყო რა, გუშინ ძალიან ისე ლაითად თოვდა. მაგრამ ეს იყო, ნახე, აი ეს ყველაზე ლამაზი არის აი ეს ადგილი. საერთოდ აი კიდაც ნახე. ნუ ხა იქ სახურავზე რაც არის, რომ მოველით იყო რა. აი იქ სადღაცას მზეს უნდა გამოსულა, მაგრამ არ გამოდის. ვერ გამოდის. ხო და რა მინდოდა მაგით მეთქვა. ესა. მარტყოფში როგორ თავს იცი და ამაზე დიდი თოვლია. სად მოდიხ? დილას ლაშავრო დარეკა, აქ იცი როგორ იყო, მოწმენდილივით იყო, ცა და მზე გამოდიოდა, ეხა რო არის ეგრეა რა და ლაშას დავანახე ამეთ, მე მგონი თქვენ ახალ ბაკურიანში და აი თოვლი, ხალხნა და კიდე თოვს. აქ არ გათოვლებულა რაც აქ ვართ ჯერ. ხო და ერთი კი უთხარი რომ ჩვენ ხვალე მივდივართ აქედან, აი ამ დროს დავიბარგებით ნენელა რა. სადღაც 24 საათში და ესა. სანამ მოამედი მედია დადნება. ანუ ჯერ ხო რამხელა თოვლიდებ, მე კიდევ ათორს და მე იმედი მაქვს რომ დადნებ. იყოს არა არ მიშლის რა. უბრალოდ შენ თავს ვეჩხუბები ხოლმე, რომ რას გიშლის, არ მიშლის. წყალი არის. დაწყვეტილი იყო და მოსულა. რავი, წყალი არის და ხა ეზოში იყოს თოვლი იმბილიქს გააკეთებ და ივლიქალო. თოვლი რას გიშლის? ლამაზია. სასარგებლოცა ვირუსებისთვის საჭირო. ასე რომ აღარ ვიტყვი თოვლი არ მიყვარს, მეთქი ხანდახან წამოვწდება ხოლმე. ალბათ იქამდე წამოვწდება, სანამ იმის საშუალება იქნება, არ იქნება, რომ მაღლა მექნება
რა ქვია ისა კუხნა ან დაბლა ასულად ჩასვლა რო აღარ დამჭირდება ითოვლოს რამდენიც უნდა დილას ვიბანავი რა კარგი ყოფილა ბანაობა ხალხო წელიწადში ერთხელ კი უნდა იბანავოს ისეთი იცი როგორ იყო 9 იყო დაწყებული ნინოს ეძინა და მეთქი ხა არ მინდოდა თან ჩართვა რო წყლის მაინც ხრიალი რაღაცა გააღვიძებს თქო და მეთქი წადიადეთი მანან ხო და რო გამოველი ისე მაგრამ ეძინებოდა გამახსენდა ბავშვობაში გაბანავებენ და დაგაძინებდნენ ხოლმე და გეფიცები აი დრო რო ყოფილიყო იმის რო საჭმელად შესასვლელები არ ყოფილიყავით არც ნინოც არ გავაღვიძებდი და შეიძლება ეხა მეძინოს ეხა მაგრად მეძინება უყოდ მართლა და მარა ისა ველოდები აი ეხა დაწყაფონდა ტელეფონი შეიძლება სალონ მასწავლებელმა დაწერა მოიცა რამე აბა მოვიდე ნახო ისე დავარდნი გუშინ ვიყავით პარკის მხარეს და ცოტა მეტად სასიარულო იყო გვიან მაგრად აი ლაივიც რომ მქონდა ცოტა ხნით ჩართული და მაგრად აი რო იტყვიან მაგრად მოუჭირა ყინვამ და უკვე წამოსვლა მინდოდა წამოველთ კიდეც ნინო ჩაუშვი გუშინ აუზში აქ ჩავიდნენ აუზში და იცი როგორი ამოვიდა ნინო გალურჯებული სანამ იქიდან აქ არა და აი ესეთი ფუმფულა რაღაცა გავატარე თეთრი გუში რო ეცვა რომ იქიდან რომ ამოხვალ მეთქი და ოდნავ რომ შეიმშრალებ არა უშავო სველზე ჩაიცვი მეთქი რომ სანამ აქამდე მოხვალ გეცვას რამე და უი ისევ კარგად ვერ გავიმშრალებო და სველზე აღარ ჩავიცვი არა დაუთხარი სველზე ჩაიცვი მეთქი თუნდაც რომ გავაშრობ რა მაგასთან მივიდა სახში გავრეცხა იმიტომ რომ გუშინ ეცვა ესეთი თეთრი და კლავები დაუსველდა რა იქ თოვლში და ხა წამოღებული რისთვის აქ იმდენ რაღაცა მეთქი გაიხადე სხვა რამე ჩაიცვი ყველაფერი მზათა მაქვს რო ამოვა ჩაიცნოს და წავა ემი ხალხო გუშინ ანუ იქიდან გამოვედით პარკში იყიდებოდა ფრის ეს რაღაცები და ბურგერი იყიდებოდა და ღირდა პატარა რაღაცა მაიმუნებოდ 11 ლარი და ხო ფიქრობდი რომ უყიდი მეთქი მაგრამ ჩქარობდით რომ წამოსულიყავით რომ საჭმელად უნდა შემოსულიყავით და ეხა ვფიქრობ ეხა აქ უყიდო ჭამოჯე რა იცი რა ხორცია და რა არის ავითო და საჭმელს მეთქი ვეღარ შეჭავს და გადავიფიქრე ხო და რომ მოველით რაღაცები იყო ცხელი კერძები რაღაცები ჭამეთ პირველი რაც გავაფრთხილე ნინო ცხელი კერძი უნდა ჭამოდქო ხო და ისა სალათის ფოთოლი იყო სალათის ფურცელი არ იყო აი რაღაცა კომბოსტოს რო ეძახიან გრძელები როა აუ დამავიწყდა სახელი რა აი ხორციანი სალათის ფურცელი აი ძალიან გემრიელი ძალიან მომეწონა ეგ იყო კიტრი იყო პომიდორი იყო პური იყო ეს დაჭრილი ძეხვი იყო ორნაირი ყველი ყველაფერი იყო რა ანუ კეჩური ყველაფერი იყო ანუ ბურგერის მასალა იყო და გენაცვალე დავიდე ნინომაც ააშენა მე ბავშვებმა რომელებიც არ ჭამდნენ რაღაცებს და ეს ერთმანეთს დაგვინახეს ყველა ბურგერსა ჭამდა ხო და ეხა ერთი რო ჭამე ხა ერთი რა არის მანანა და მეორეც გავაკეთე ხო და რო გავაკეთე მეორე და ლაპარაკობდით რაღაცა და მეთქი რა ვიცი ხა მესამეც ყურა ჭამო შეუღერა და მესამეც შევჭამე ხო და თქვენ ახარ ჩემი ბატონი და გუშინ ისე მეძინა რომ მეგონა კუჭზე ლოდი მედო ფიქრობდი მანან რა მისწრება ეხა შენთან ნაბეღლავი ხო და ეხა სადნო მეშოვა ეხა მაღაზიაში მე გამსვლელი არ თუ მე დაბლა იყიდება დილას გავიგი ოღონ 9 ლიტრიანი ღირს 5 ლარი ეგ ფასი რო გამეგო გუშინვე ის ლოდი თავისით მომცილდებოდა ხო და აღარ ვიყიდე აღარც მინდა ჭკვა ვისწავლე სად მიდიხარ შეკაიადემ ყოველ დღეა ეგ რაღაცეები აი დილას მამა პაპურად ვჭამე ვერმიშელი
თაფლიანი პური, ჩაი, რაღაცა ვჭამე. კიტრი პომიდორი და ბოლოს ყავა დავაყოლე. აი გრია მოვედი ახლა. წესით 11 საათზე გავდივართ ხოლმე. ეხლა 11 საათია მე მგონი 25-იან რაღაცა და ჯერ არ იწერებიან არაფერს და იცი რა სიტუაციაა, თან რომ ხრი მოვიფხარო. თან რო ისა იმედი გაქვს რომ არ დაწერენ. მაგრამ თან ფიქრობ რომ ხა იმისთვის ჩამხოლი რომ აქიჯდე. ხო, აქ რომ მოვდიოდი, იქაც თქვი მარტყოფში რომ მეთქი ხა ველოდები, ადრე რომ ყავდა ნინო წამოყვანილი პატარა იყო. და ბაკურიანს აი ეს როგორც კი სასრიალოდ გაველთ და ეს წნევ მაღალზე ვართ და ეგრევე ცხვირიდან სისხლის დიოდა და აბა მე რამდენი დღეა მე გუში მესამე დღეა ხო დღეს მესამე პარასკევს მოვჭებოდი კვირა ხო დღეს ხო და არ წამოსვლია სისხლი დილას საწოლშივე დაედინა მე პირს რო იბანდა იქ დაედინა და ეხლა საჭმელად რო ვიყავით იქაც დაედინა და ეხლა რო გავალთ უნდა ის მექნა რომ მაგრამ ეზარება და გავაყოლებთ ხო რა ანუ იცი როგორ არის მასწავლებელმა ბავშვი უნდა გაიყვანოს ყველა ვარიანტი შენ წახვალ არ წახვალ არ აქვს მნიშვნელობა მაგას რა ბავშვს მასწავლებელია პასუხისმგებელი ბავშვია და მიიყავ ანუ შენ არ დაგიტოვებს იმიტომ რომ ანუ შენ ხარ გამოყოლილი ბავშვთან ბავშვზე პასუხისმგებელი შენ არ გაკისრი ამ მომენტში ხო და ფიქრობდი რომ გავაყოლებ მეთქი და წავა გავატან ფულს რომ თუ ან ცი გაიქნება არავე და თვითონ იმას იზავს და დღევანდელი დღის გადასახედით იმით თუ სამჯერ დაედინა უკვე სისხლი მეზარება თუ არ მეზარება უნდა გავყვე და წავიღო ბამბა მაგისთვის წამოვიღე ბამბები კი და თორს ეგრე ვაჯახებ ცხვირზე აი ასე იცი რამ დამყალა ეხლა კი ეს თხელი კაბა მაცვია ეს თხელი კაბა მაცვია ეხლა რომ წავალთ არ გავიხდი ზემოდან ჩავიცმევ ან ის თბილი უკავად იმას ამოვიცმევ ხო და ისა ანუ გახდა ჩაცმამ და გუში იმას ვიხდიდი იმას ვიცმევდი თბილს და აუ ის რეიტუზი ძალიან მაგარია ბაზრო ვიყიდე შიგნიდან რაღაცა აი ესეთი აი შიგნიდან არის არც მეტი არც ნაკლები ოღონდ მართლა აი ესეთი იცი რა თბილია ხო და ვიყიდე კიდე ორი ცალი თხელი ერთი მაცვია ხო და ისა წეღან დავიღე რომ მეთქი ახალს ჩავიცმე ანუ პარკიდან გამოვიღე ხახნო სათითაო ხოდეო პარკში ფაროსანას სუნი აქ ვერ ჩავიცვი გამაჟრიალა აი აქ მიკიდია იქნები კი განიავდეს რა განიავებს ყავს ხალხო აი გარეთ უნდა გავიტანო დავკიდო აი სრულიად ახალი მე ფიქრო კაცო არც პარკში არ იყო აი გარი უბედურობა დაკეცილი აი დაკეცებიც ეთყობა ანუ მოიცადი აი ქუნა გარეთ უნდა დავკიდო იმედი არ დავკარგავ ხალხო მთელი 10 ლარი მაქვს მიცებული ნუ კაი ხორვალარი აბა გადი გარეთ გარეთ დავკიდე ისე ყარდა ისე ყარს უბრალოდ ვერ ჩავიცვი აქეთ ხარეს არ არის ლიფტი არის მაგრამ არ მუშაობს და იქით ხარეს არის მესამე სართულზე ვარ პატარა კიბეებია რა ხო და არ გადავდივარ ხოლმე ზარება ლიფტის დალოდება და ფეხით ამოვდივარ ხოლმე და მე მომდივარ ესე შვები ან თუ სწრაფად ვილაპარაკე ან თუ სწრაფად ავიარე ის რამდენიმე კიბე რაღაცა მე ესე შვები ვიყლები აჰა რაღაც დუმს გარეთ გასulis იდეა პირამიდებივით ხო გუშინის სათვალე რომ მეკეთა ღმერთო რა მიშველა დღეს გადავწყვიტე ნინოს გადავუხო სანამ მაგას ვიტყვი ან რა მოვიხსენ ერთ მომენტს სურათი უნდა გადაგვეღო რა და ეხა ეს ქუდი გაფარია ეს რაღაცა და ნუ არ ჩანხარ რა რაღაცა ტანსაცმლის გროვად გაა და მოვიხსენი ვაიმე სანამ სურათი გადავიღე კინაღო თვალები დამძვრა ხო და დღეს რაღაცა მომენტში უნდა ისა ნინოსთვის სურათი არ გადავიღე თვითონაც ზოგადად ეგეთი ის არის
ამ ჯგუფურად რაღაცა რასაც იღებს, ეგ არის რა და. დღეს რო გავიყვან, სურათის დროს ცოტა იმათ ვიზავ რა, ან ქუც მოუხდია რაღაცა, ნინოც ეგ რაღაც ნინო ყველა ჩაჯაჯულები ვარ. ხო და ანუ სურათები რო გადავუყო ბავშვს რა. ეგრე. მოკლედ წავედი ხა დაგემშვიდობებით, არ ვიცი რას შვებით, რას ვაკეთებთ. ამ სანამწავად იქნება აიტვირთოს კიდეც ეს ვიდეო, რადგან 15 წუთიანი იქნება და იქნება ლეშველოს, ხო და დანარჩენ ვიდეოში რა იქნება, როგორ იქნება, არ ვიცი, ველოდებით. ჩვენით ვერ გავიყვანთ ბავშვებს, ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ, მაგრამ ბავშვებს ვერ გავაცდეთ სასტუმროს კარს, არ არსებულია ეგ. მარტო ეხლა კი არა, ზოგადად ამდენი წელია დავდივარ და თუ მასწავლებელი არ გაიყვანს ბავშვს, მშობელი ვერ გაიყვანს. ანუ ეხა მაღაზიაში რომ მივიდოდეს და რაღაცა როგორ არა, ეტყვი, ოღონდ უნდა უთხრა. რაღაცა, მაგრამ აი სასრიალოდ. და მით უმეტეს ქობულეთში რო ვართ ხოლმე, არ არსებობს ერთი მასწავლებლის გარეშე შენ ბავშვი გაიყვანო გარეთ. მით უმეტეს ზღვაზე შანსი არ არის, არა. შენ გადი, სულ ჩაიხჭე თუ გინდა, ბავშვს ვერ გაიყვანო. აი ეს როა ხოლმე რა ქვია, კურხმა რო იცის ხო იცი თავის წიწილების ის, ასეთ განარ ხოლმე მასწავლებელი. მით უმეტეს ზღვაზე. აი ერთი თვალსაწიერს მოსცილდეს რომელიმე. ხო და მე ხო მაგარი მცურავი ვარ და რო ის არის რა ქვია, ჩემი თავისა რო ვიცი რომ სადღაცას უნდა ფეხები გავფშიკო, ანუ სადაც სალვედარევანი დგანა ხოლმე მასწავლები, იქავჭყაპულა უფრო თუ რაღაცაა და ამამათრიონ რა ესე. წავედი ხარხლო აღარ მინდა ვიდეო დაგძელდეს. აბა ჰედა აბა ხო რავი დაველოდები რას ვიზავთ, მანამდე აქ წავყუდები. ეგრე. ან ვინმე დამიძახებს რა. აბა ჰე, კაი და ბედნიერი დღე. ხო. ხვალ წავალთ და ბაკურიანიდან ჩავალთ ფაქტიურად ბაკურიანში, იმიტომ რომ მარტყოფში ამაზე დიდი თოვლია მე მგონი ეხლა უკვე. აბა ჰე.